მოგესალმებით, ეს არის კომერსანტის თემა და ჩვენი ტრადიციული რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა. დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო სტატისტიკაზე, რომელიც გვაქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში, როგორი მაჩვენებელია, სწორედ ამ თემას ჩვენს ასევე ტრადიციულ სტუმართან ერთად განვიხილავთ ამა თამაროვი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გსტუმრობს სტუდიაში. პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის და დავიწყოთ სწორედ აი ჯერ სტატისტიკით და შემდეგ ჩავშალოთ საინტერესოა თქვათ როგორია შინაარსობრივად ეს სტატისტიკა. თავდაპირველად გითხარით რამდენად გაზრდილია მომართვიანობა და კონკრეტულად თქვათ რა მონაცემები გვაქვს. მოგესალმებით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კანონმდებლობა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ამოქმედა 2022 წელს და შესაბამისად 2022 წლიდან შეგვიძლია თვალი ვატევნოთ სტატისტიკურ მონაცემებს და შევადაროთ ამა თუ იმ მონაცემებს. თუ შევადარებთ 2022 წელს განცხადებების რაოდენობას წლევანდელ რაოდენობასთან შედარებით, დავინახავთ, რომ 3ჯერ და ხშირ შემთხვევაში სხვა კომპონენტებში 4ჯერ არის გაზრდილი მომართვიანობა და სტატისტიკური მონაცემები. რა თქმა უნდა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მომხმარებლებში, ჩვენს მოქალაქეებში ცნობადობა, ცნობიერება და ინფორმირებულობა გაზრდილია. უკვე უკეთ ვიცით, ვის უნდა მივმართოთ, რა უფლებები გაგვაჩნია და როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი უფლებები. წელს იანვრიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ მივიღეთ 1000-მდე განცხადება და უნდა აღინიშნოს, რომ როგორც 2022 წლიდან მოყოლებული, ასევე წელსაც ერთ-ერთი კომპონენტი უცვლელია, თითქმის 90% განცხადებების გადაწყვეტილია მომხმარებლების სასარგებლოდ. ან მომხმარებლების უფლებები აღდგენილია და მათი ინტერესები დაცულია. ანუ გამოდის, რომ სწორად უჩნდებათ პრეტენზია, ასე ვთქვათ, საკუთარი უფლებების დაცვის ნაწილში. კი, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ეთერში ამასთან დაკავშირებით, არ არის აუცილებელი ვიცოდეთ კანონმდებლობა და ჩანაწერები ყველა მომხმარებელს და ყველა მოქალაქეს, როდესაც აქ განცდა, რომ დარჩა მოტყუებული, ან შეცდომაში შეიყვანეს, ან დაირღვა ესა თუ ის უფლება, რა თქმა უნდა, მოგმართავს ჩვენ და ზუსტად ის 10%-ია, როდესაც მომხმარებელი ცდება, ან მოვაჭრე არის მართალი და კანონშესაბამისად მოქმედებს, მაგრამ 90%-ში მომხმარებელი სწორად მოგმართავს და სწორად იცავს. კი ბატონო, აი თქვენ ახსენეთ, რომ 1000-მდე განაცხადია, თუმცა სატელეფონო ზარი და მომართვიანება უფრო მაღალია, ხო? ამის შინაარსზეც გითხარით, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ საკონსულტაციო კომუნიკაცია თქვენთან თუ უბრალოდ აი ამ განაცხადებიდან თქვათ 1000-მდე გადაწყვიტა ამ ადამიანთა რაოდენობამ, რომ საბოლოო ჯამში გაყვეს აი ამ პროცედურას. კი, ინფორმირებულობას და ცნობადობას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონდეს ცხელი ხაზის ნომერი, შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ არის 1520. კი ბატონო. ნებისმიერ შეუძლია დაგვიკავშირდეს წელს უკვე 2500-ზე სატელეფონო ზარი მივიღეთ და გავუწიეთ კონსულტაცია. როგორც მომხმარებლებს და ასევე სასიხარულოა, რომ მომხმარებლების გარდა გვირეკავენ თავად მოვაჭრეებიც. მოვაჭრეებსაც აინტერესებთ, რა რეგულაციებია, როგორ უნდა მოიქცენ და რა სავაჭრო პოლიტიკა უნდა გქონდეთ. შესაბამისად, ნებისმიერ მომხმარებელს და ნებისმიერ ადამიანს თუ ექნება სურვილი ან ინტერესი უკეთ გაეცნოს რა რეგულაციები მოქმედებს დღეს საქართველოში, როგორც მომხმარებლის კუთხით, ასევე კონკურენციის კუთხით, შეუძლია ნებისმიერ დროს დაგვირეკოს ჩვენს ცხელ ხაზზე და ჩვენ მაქსიმალურად გავუწევთ კონსულტაციას. თუ შევადარებთ ასევე წინა წლების მონაცემებს, დავინახავთ, რომ ამ ხრივადაც საკმაოდ გაზრდილია მომართვიანობა და ადრე თუ იყო დღეში ათეულობით ზარი, დღეს უკვე ასეულობით ზარი შემოდის სააგენტოში. კი ბატონო, მოდით შინაარსზეც ჩავიდეთ, რა ხდება აი ამ განაცხადებისში, როგორ ნაწილდება, ვთქვათ, ზარები რა მიმართულებით არის, სად აფიქსირებთ, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტ ხარვეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. მრავალფეროვანი ზარები შემოდის, სხვადასხვა პრობლემებით, სხვადასხვა კითხვებით.
ძირითადად როგორც განცხადებებში, ასევე სატელეფონო ზარებში მომხმარებლები ინტერესდებიან ან ჩივიან იმაზე, რომ მიიღეს დაზიანებული ნივთი, მიიღეს ნაკლოვანი მომსახურება, აინტერესებთ როგორ უნდა მოიქცენ და რა უნდა გააკეთონ. შესაბამისად, როგორც სატელეფონო ზარების, ასევე განცხადებების დიდი წილი მოდის ზუსტად ამ საკითხზე, დაზიანებული ნივთის შეცვლა შეკეთების საკითხზე, ტრანსპორტირებაზე შემოდის არაერთი განცხადება. ეს უფრო ონლაინ ვაჭრობის მიმართულებაა თუ ორივე მიმართულებით, როგორც ონლაინ ვაჭრობაზე, ასევე ადგილზე ვაჭრობის შემთხვევაში, ეს არის ყველაზე მეტად აქტუალური თემები ჩვენს მომხმარებლებში. რა თქმა უნდა, არის უსამართლო კომერციულ საქმიანობაზე შემოსული განცხადებები, ასების მითითება არაერთხელ გვისაუბრია და სხვა კომპონენტებზეც ასევე აქტიურად შემოდის განცხადებები და სატელეფონო ზარები. კი ბატონო, ჩვენ სეთერშიც არაერთხელ გვისაუბრია, რომ ნაწილ შემთხვევაში შესაძლოა და ალბათ თქვათ უპირობოდ ხდება ნითვის შეცვლა, ან თქვათ დაზიანებულის აღდგენა, თუმცა არის შემთხვევები, სადაც შეთანხმებით სრულდება, ხომ, ასეთი საქმეები. ამ ნაწილში გითხარით, აი სტატისტიკა როგორია, ან თუნდაც იმ ფონზე, რომ ცნობიერება და მომხმარებლის ცოდნა საკუთარი უფლებებისადმი იზრდება, უკვე აზრის მოთამაშეები, ბიზნეს ოპერატორები როგორ პასუხობენ, რამდენად მოდის მათგანაც თანამშრომლობის სურვილი, რომ კონკრეტული დარღვევის შემთხვევაში აი ამ შეთანხმებით დაასრულონ ეს საქმე. ჩვენ უკვე ვიცით რა ტიპის გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს სააგენტოს. ეს შეიძლება იყოს დარღვევის დადასტურება ან არ დადასტურება და მესამე ალტერნატივა არის დავის შეთანხმებით დასრულება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მოვაჭრისთვის, იმიტომ რომ ამ დროს სააგენტო არსებითად არ სწავლობს დარღვევას. ამ შემთხვევაში ვთანხმდებით მოვაჭრესთან, მოვაჭრე გვთავაზობს გარკვეულ პირობებს. მაგალითად გვეუბნება რომ გამოვასწორებ ჩემს ქმედებებს, სავაჭრო პოლიტიკას, ავუნაზღაურებ ზიანს მომხმარებელს და ამით დავასრულოთ დავა. ჩვენ თუ ვხედავთ რომ აღმოიფხვრება ის სავარაუდო ხარვეზები, რასაც ვუყურებთ, ხო? ვთანხმდებით და ვაფორმებთ შეთანხმებას და ესეც ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მონაცემია, რომელიც არ იცვლება 2022 წლიდან მოყოლებული. ყოველთვიურ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, შეთანხმებით დასრულებული დავები აღემატება დარღვევით დადასტურებულ დავებს. შესაბამისად, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მოვაჭრეები მზად არიან, ანუ მზაობას გამოხატავენ, რომ ითანამშრომლონ სააგენტოსთან, გამოასწორონ პოლიტიკა და კანონშესაბამისი ქმედებით გააგრძელონ მომავალში საქმიანობა. რაც რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ იყოს სასიხარულო. კი ბატონო, ხო აი ამის დაზუსტება მინდოდა, ამ გამოსწორებას ერთჯერადი ხასიათი აქვს თუ პოლიტიკის ცვლილებას ეხება, ანუ მიდგომის თლიანად კომპანიის მხრიდან, ანუ კონკრეტულ შემთხვევების მიხედვით არის ალბათ, მაგრამ მაინც მათ იღებენ ვალდებულებას, რომ ზოგადად შეცვალონ მიდგომა მომხმარებლის მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთი განცხადების საფუძველზე ვიწყებთ საქმის შესწავლას, საბოლოოდ შედეგობრივად ჩვენ ვავალდებულებთ კომპანიებს გამოასწორონ პოლიტიკა მთლიანად, ანუ სხვა მომხმარებლებსაც უნდა მოექცნენ კანონის შესაბამისად. შესაბამისად, ჩვენ თუ ვავალდებულებთ, რომ კონკრეტულ მომხმარებელს აუნაზღაუროს კონკრეტული თანხა, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა მომხმარებელს თუ შეემთხვა იდენტური შემთხვევა აუცილებლად უნდა მიიღოს იგივე შედეგი. შესაბამისად, გამოსწორებული პოლიტიკა ვრცელდება ყველა მომხმარებელზე და საქართველოს მასშტაბით. კი ბატონო. სწორედ აი საქართველოს თემას და რეგიონებსაც შევეხოთ, რა ხდება, ალბათ ლიდერობს ქუთაისი, ხო, მომართვენების კუთხით, მაგრამ აი რეგიონებში როგორ მიდის წინ ეს პროცესი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ თქვენ გასვლითი ასეთი ვთქვათ გაქვთ ხოლმე აქტივობებიც, აი რა სიტყვით როგორია სტატისტიკაში როგორ ჩანს რეგიონები. ქუთაისიდან ნამდვილად ბევრი განცხადება შემოდის, თუმცა ლიდერობს თბილისი, დღეს მდგომარეობით 79%. განცხადებები შემოდის თბილისიდან, რა თქმა უნდა, მოსახლეობაც უფრო დიდია თბილისში, უფრო მეტი არის სავაჭრო ურთიერთობა და სხვა ფაქტორებიც არსებობს. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ამ ბოლო დროს გააქტიურებული არის სხვადასხვა რეგიონი, თუ 2022 წელს შევადარებთ, დავინახავთ, რომ თუ თბილისზე მოდიოდა 98%, 97%, დღეს უკვე გადანაწილებულია ეს მაჩვენებელი. აჭარა აქტიურობს, ქუთაისი ვახსენეთ, კახეთიდან შემოდის საკმაოდ ბევრი განცხადება.
და რა თქმა უნდა, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ცნობიერება გაზრდილია, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები ამ კამპანიაში, ჩავდივართ სხვადასხვა ქალაქებში, არა მხოლოდ დიდ ქალაქში, ასევე ჩავდივართ სოფლებში, სხვადასხვა სკოლებში და ბევრი აქტივობა გვაქვს, რაც ხელს უწყობს იმას, რომ ცნობიერება ამაღლდეს მომხმარებლებში. შესაბამისად, დღეს მდგომარეობით თბილისი ლიდერობს, თუმცა ეს ტენდენცია იცვლება და ხედავთ, რომ რეგიონებიც აქტიურად ერთვებიან განცხადებებში. კი ბატონო, აი თქვენ ნახსენეთ აქტიურობა, სხვადასხვა თქვათ კამპანიები, მოდით კონფერენციაზე გითხარით, რომელიც საბოლოო ჯამში ალბათ გამოწვევებზე მსჯელობისთვისაც გამოიყენება და თუნდაც აი კიდევ ერთი დაფიქსირება იმისა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში გვაქვს შესაბამისი ასე ვთქვათ სივრცე და ამიტომ ყველამ უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები. აი რა იქნება წლევანდელი დატვირთვა ამ კონფერენციის, რომელიც უნდა გაიმართოს. 2022 წლიდან ტარდება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის საკითხებს და წელს ჩატარდება მეოთხე უკვე საერთაშორისო კონფერენცია, უფრო მასშტაბური, უფრო საინტერესო იქნება. 20 ქვეყნის დელეგაციამ ჩამოდის დაახლოებით დღევანდელი მონაცემებით და ეს ყოველწლიურად ეს კონფერენცია ტარდება საქართველოში არსებული 5 მარეგულირებელი უწყების თანაორგანიზებით, ანუ იმ უწყებების მიერ, რომლებიც არიან პასუხისმგებლნი მომხმარებლის უფლებების დაცვაზე. შესაბამისად, წელსაც ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ იქნება საკმაოდ საინტერესო კონფერენცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ გამოწვევებზე, მიზნებზე, ამ კონფერენციის ფარგლებში მოხდება გაზიარება ჩვენი დაგროვებული ცოდნის და გამოცდილების და საბოლოოდ ჩვენ ამით უფრო გავაუმჯობესებთ არსებულ მდგომარეობას, როგორც მომხმარებლის უფლებების ნაწილში, ასევე კონკურენციის ნაწილში. კი ბატონო, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და საკმაოდ წარმომადგენლობითი კონფერენცია, რომელიც გაიმართება, იმედი მაქვს, რომ შედეგებით შესაბამისი იქნება. ჩვენ დღეს რუბრიკის ფარგლებში გემშვიდობებით, ჩვენი სტუმარი გახლდათ ამა თამაროვის, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ეს იყო რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა და დღევანდელ რუბრიკაში ჩვენ ვისაუბრეთ 2025 წლის სტატისტიკაში. ერთი კვირით გემშვიდობებით რუბრიკის ფარგლებში ვდრობით.